საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ აქტუალურ თემას და ჩვენს გუნდთან ერთად კვირის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. სალომე ზურაბიშვილის ახალი გეგმა, ახალი არჩევნებისთვის და ძველი სტრატეგია. ის, რასაც ყოფილი პრეზიდენტი 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ქარტიის სახელით ცდილობდა კვლავ წარადგინა და ქართული ოპოზიციის გარდა ლიეტუველ პარტნიორს დრასა იუკნევიჩიანესაც პირადად გააცნო არჩევნების პირობების დაწესება, საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების ჯარის მომზადება, საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება, გაყალბების განდასაცავად და ისევ ძველი ვერ შემდგარი კოორდინაცია პოლიტიკურ ძალებს შორის პრიორიტეტებშია ქართული ქარტია და ერთიანი საარჩევნო პროგრამა. რამდენად რეალისტური ერთიანობა ოპოზიციისთვის იმ პირობებში, როცა ჯერ იმ საკითხზეც ვერ შეთანხმებულან უნდა დაეტოვებინა თუ არა მანდატები, ან მიიღოთ თუ არა იმ არჩევნების შედეგებით განპირობებული საბიუჯეტო დაფინანსება, რომელსაც არ აღიარებენ და ამ დრომდე ვერც იმაზე ახერხებენ კოორდინაციას, რა უნდა იყოს საერთო პოლიტიკური გეგმა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შეცვლილ რიტორიკაზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებებსა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს უკავშირდება. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აქტუალური თემის პირველი სტუმარი. ბატონო ბადრი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწყდით და ხარ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. დავიწყოთ ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემით. თქვენ ამბობთ, არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეეწყვიტა. ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა. თუმცა ფაქტი არის ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იგივე რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოიცავდა, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით სანქციებსაც. 2023 წლის 20 ნოემბერს ლელომ წარადგინა, თქვენ ანუ ლელოს წარმომადგენლობა წარადგინეთ რუსეთის გავლენების დასასრულებლად 9 პუნქტიანი გეგმა, ესეც უნდა შეგახსენოთ, საქართველოს დაცვის აქტი, სადაც პირველი პუნქტში გიწერიათ ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება. გავაგრძელებ, შეგახსენებთ აქვე შემდეგ რომ არ გაგაწყვეტინოთ ოპოზიციის განცხადებებს. ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი, ქართული ოცნება ჩვენ გვახსოვს, რომ მათ შორის ყირიმის ანექსიის შემდეგ შექმნილ რეჟიმს სანქციების არ შეუერთდა და ნახეთ, რომ გასული 10 წელიწადი ეს იყო დაკარგული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს რეალობა უნდა შეიცვალოს. ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე, ის რომ რამდენიმე პროდუქტს ვერ გავიტანთ რუსეთში, მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს ძალიან მძიმე დარტყმა. ლელოს წევრი თაზო დათუნიშვილი. ბოლოს ისტორია შეაფასებს იმ როლს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ითამაშა საქართველოს არასწორ მხარეს აღმოჩენაში, მაგრამ ჩვენ მაშინაც, ეხლაც და მომავალშიც აუცილებლად იგივეს ვიტყვით, რომ სანქციები, რომელიც ზღუდავდა ფინანსურად რუსულ ინსტიტუციებს და სანქციები, რომელიც ეხებოდა რუსეთის ტერიტორიებზე საქართველოს გავლით იმ ტვირთების არ მოხვედრას, რომელიც ომის ძალისხმევაში ეხმარება რუსეთს, აქ პოზიცია არ შეგვიცვლია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოპოზიციამ ამ მიმართულებით რიტორიკა შეიცვალა? იცით, დიდი მადლობა ამ კითხვის. მე წარმოვადგენ ძლიერ საქართველოს, კოალიციას ძლიერ საქართველოს და უნდა გითხრათ, რომ არასოდეს არსად არ ყოფილა თქმული იმის თაობაზე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, ან სანქცია უნდა დააწესო ისეთი, რომ მაგალითად ქართული ხილი არ გაიყიდოს რუსეთში. ეს ხო არ არის სერიოზული ამაზე საუბარი. საუბარი იყო რაზე? რომ საქართველოს შეუერთდა კიდევაც ფინანსურ სანქციებს. საბანკო ნაწილში. ფინანსურ სანქციებს. რა იგულისხმება ფინანსურ სანქციებთან შეერთება? ის სანქცირებული პირები, რომელზეც ევროკავშირმა შეერთებულ შტატებმა დააწესეთ სანქციები, მათ არ აქვთ უფლება საქართველოში შემოიტანონ კაპიტალი ან საბანკო ანგარიშები ქონდეთ. თუ ამას გააკეთებენ, მაშინ სანქცირებული იქნება ჩვენი ფინანსური სისტემაც. ის რაც თავის დროზე ღარიბაშვილმა გააკეთა, ესეც იყო საოცარი ტყუილი. მან თქვა, რომ საქართველოს არ შეუერთდება სანქციებს, როცა ამ დროს საქართველოს შეუერთდა სანქციებს, ფინანსურ სანქციებს. ეს განმავლობაში ბატონო ბადრი, ერთის მხრივ პირდაპირ სანქციებზე იყო საუბარი და მეორეს მხრივ იგივე ოპოზიციის მხრიდან მუდმივად გვესმოდა სწორედ ბრალდება იმ მიმართულებით, რომ საქართველოს უარს ამბობდა პირდაპირ სანქციების შეერთების ნაწილზე. არა, ჩვენ გქონდა ბრალდება არა, კრიტიკა და ბრალდებაც, რომ საქართველოს არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის ტრანზიტის წყარო, რომელზეც არის დაწესებული სანქციები, ხო? მაგალითად, თუ გაგახსენდებათ, ჩეხეთის წინა ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ჟუდცებ ძალიან გაიზარდა მიკროძრავების იმპორტი, ხო? ომის შემდგომ. ამან გააჩინა ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იმპორტი მიკროძრავების მნიშვნელოვანი ზრდა იყო დაკავშირებული იმასთან, რომ შემდგომ შესაძლოა, სანამ არ არის მტკიცებულება ძნელი ამას საუბარი, შესაძლოა ეს მიკროძრავები
შემდგომ მიემართებოდა რუსეთში, ხომ? და საუბარია, რომ საქართველოს არ უნდა გაეტარებინა ისეთი ტიპის პროდუქცია, რომელსაც შესაძლოა ქონდეს ორმაგი დანიშნულება. ანუ არ უნდა გაატაროს საქართველოს ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს რუსეთის აგრესიულმა სამხედრო მანქანამ. ჩვენ საუბრობდით ყოველთვის ამაზე. მათ შორის საუბარი იგივე თუნდაც ხატია დეკანოიძის მხრიდან გვერდის ავლაზე, როდესაც იყო და ამასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან საქციების გვერდის ავლა რომ არ მომხდარა თავისი ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ობრაიანმა დაადასტურა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა მაშინ და მოკვლევაც მოხდა ამ საკითხის. ჩვენ ვალდებული ვიყავით და ვალდებული ვართ, რომ ამ თემაზე მუდმივი ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა. მაგალითად, საქართველოსდან რეექსპორტი მანქანების არის გაზრდილი მართლაც საოცარი რაოდენობით, ხო, ეს მანქანები მიემართება, მათ შორის ფეშენებელური მანქანები მიემართება რუსეთში. მე ისე თქმა მინდა, რა თქმა უნდა, არის დიდი კონტროლი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოს არ იქნას გამოყენებული ტრანზიტის, როგორც ტრანზიტის დერეფანი ისეთი ტიპის პროდუქციისთვის, რომელიც გამოიყენება რუსეთის აგრესიული სამხედრო მანქანის მიერ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. როდესაც ჩვენ საუბრობთ და ბრიტანეთის ელჩმაც რამდენიმე დღის წინ შეხვედრას დაადასტურა, რომ აქ საუბარი იმაზე კი არ იყო, რომ ქართული ვაშლი არ გაიყიდოს რუსეთში და სანქცია დააწესო რუსეთთან, ეხლა ეს ხო არასერიოზულია, არამედ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს უნდა გამორიცხოს მისი ტერიტორიის გამოყენება ისეთი პროდუქციის ტრანზიტისთვის, რომელზეც არის სანქცია დაწესებული. სანქციები. ძალვაზე იყო ბატონო ბადრი მოთხოვნები, იგივე სავიზო რეჟიმთან მიმართებაში იყო მოთხოვნები. უამრავი მოთხოვნა ისმოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. სავიზო რეჟიმი სანქციებთან კავშირში არაა, დამეთანხმებით, ხო? მხოლოდ თქვენს პარტიას არ გულისხმობთ. სანქციების კონტექსტში იყო, კონკრეტულ სუბიექტებზე იყო საუბარი, რომ უნდა დაწესებული იყო სანქციები და მიერთებოდა იმ სანქციებს საქართველოს, რომელიც მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორები, დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთხელ გამეორდები. ვაჭრობის მიმართ. ის კომპანიები, რომელიც სანქცირებულია, ისინი საქართველოში, მაგალითად ავიაკომპანია აეროფლოტი, ხო? ვერ იფრენ საქართველოში. საქართველოს ვალდებულია, რომ არ მისცეს საშუალება აეროფლოტს საქართველოში იფრინოს. სხვა შემთხვევაში ქვეყანას დაედება ძალიან მძიმე სანქციები. ანუ რისი თქმა მინდა, საქართველოს შეერთებულია ამ სანქციებთან და საქართველოსგან არავინ არ ითხოვდა ეს არის პროპაგანდის მართლაც ურცხვი სრულიად ხაზი. ასე გკითხავთ, მაშინ როდესაც ოპოზიცია საუბრობდა სანქციების გაძლიერებაზე, დაწესებაზე, შეერთებაზე საქართველოს მხრიდან, მაშინ რას გულისხმობდნენ? ცხადია, რომ ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, თუ კი ვაშლზე ვაჭრობას არ ეხებოდა და საერთაშორისო სანქციები ისედაც მოქმედებდა და შეერთებულები ვიყავით ამ სანქციებს და ვითვალისწინებდით ყოველ შემთხვევაში. მაშინ რაზე იყო? რაზე იყო საუბარი, რომ როდესაც ასეთი აგრესიული ომი იწყება რუსეთის მხრიდან, ამ დროს დაიწყო შენ მაგალითად გაფართოება ურთიერთობის მათ შორის სატრანსპორტო ურთიერთობის უბრალოდ ამორალურიც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ ამ დროს იღუპება უამრავი ადამიანი იმის გამო რუსეთი არის შეჭრილი უკრაინაში და ბომბავს ყოველდღიურად უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას და შენ ამ დროს მაგალითად აღადგინე ავია მიმოსვლა, რა თქმა უნდა ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი, ხო? იგივე უკრაინის მიმართ. ამაზეა საუბარი. არავის არ აუგზალია და ამის გამო ჩვენ სანქციები არავინ არ დაგვიწესა, მაგრამ რუსეთმა აღადგინა თავად. რუსეთმა რო აღადგინა, ჩვენი თანხმობის გარეშე ხო ვერ აღდგებოდა, ხო? რუსეთმა შეწყვიტა, რუსეთმა აღადგინა, კი ბატონო, მაგრამ ჩვენი თანხმობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. უარი რომ ეთქვა ქართულ მხარეს, ბატონო ბადრი, იქნებოდა თუ რა ერთგვარი კონფრონტაცია? ჩვენ არ გქონდა მიმოსვლა რუსეთთან, რუსეთის სამხედრო გადაწყვეტილების გამო. ანუ ჩვენ პრაქტიკულად დამოკიდებული ვართ რუსეთის კეთილნებაზე. გამოდის, ჩვენ არანაირი ნება არ გაგვაჩნია, ხო? ასე გამოდის, იმიტომ რომ როცა უნდა აკრძალოს ქართულ პროდუქციას და გახსოვთ 2007 წელს რა ზარალი მიიღო ეს ქართულმა მეღვინეებმა, ასევე ყველა იმ ადამიანმა, რომელიც რუსეთის ბაზარზე მუშაობდა, ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვავდით, რომ რუსეთის მიმართულებით პროდუქციის გადატვირთვა, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ნორმალური, მაგრამ არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, იმიტომ რომ ეს ქმნის საფრთხეს. ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს 2007 წელს. ანუ შენ უნდა შეეცადოს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს, რომ საექსპორტო ბაზრები იყოს დივერსიფიცირებული. ანუ რუსეთში გაყიდვა, მაგრამ არა 70% შენი პროდუქციის, იმიტომ რომ ხვალ რაღაც არ მოეწონება რუსეთის მმართველს შეგიწყვეტს ასე თქვა
მათ ექსპორტის შესაძლებლობას და ჩამოინგრევა მეღვინეობა, ჩამოინგრევა მინერალური წყლის წარმოება, როგორც ჩვენ ნახეთ 2007 წელს. ჩვენ ამაზე საუბრობთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა. ჩვენ ყოველთვის საუბრობდით არა იმაზე, რომ რუსეთში ექსპორტი არ განხორციელდეს ამ მინერალური წყლის, ან ღვინის, ან ხილის, ან სხვა პროდუქციის, ხო, არამედ არ უნდა ვიყოთ რუსეთის ბაზარზე იმდაგვარად დამოკიდებული, როგორც დღეს ვართ და აბსოლუტურად არ არის გამოყენებული უზარმაზარი, ყველაზე დიდი, ყველაზე მომგებიანი ბაზრის შესაძლებლობა, როგორცაც ევროკავშირი. ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ძალიან განცხადებები გვახსოვს და შეურაცხყოფილი ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან უბრალოდ ვერ გავიმეორებ იმ ფრაზებს. მე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებას კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მე ვსაუბრობ ძლიერი საქართველოს სახელით. შესაბამისად მე შემიძლია ძლიერი საქართველოს განცხადებებზე ვისაუბრო. მაგალითად სხვა ოპოზიციური ლიდერების წარმომადგენლების და სხვა წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებითაც მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც საუბრობთ მაგალითად ოპოზიციის გაერთიანებაზე, თქვენ მოგიწევთ ხომ ცხადია მათთან ურთიერთობა ოპოზიციის გაერთიანება რომ ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ ოპოზიციის ხარეს. ესე ჩემი აზრით პროპაგანდის ერთ-ერთი ხაზია რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაყაროს ოპოზიცია მოიხსენიოს და არა ის ოპოზიციური კოალიციური ცენტრები რომლებიც არიან დამოუკიდებელი, რომლებიც არიან განსხვავებულები ერთმანეთისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ესეც შეგნებულად პროპაგანდისტული ხრიკია, რომ ყველა ერთ ქვაბში მოაქციო, რომ შესაბამისად დაანერგო მერე ოპოზიციის მიმართ ზიზღის სიძულვილი დემონიზაცია მოახდინო ოპოზიციის და ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უკვე აღიქმნა როგორც რაღაც ერთი ქვაბის წარმომადგენელი, რაც არის აბსოლუტური პროპაგანდისტული ხრიკი, რომელსაც იყენებს ქართული ოცნება. ჩვენ ვართ ძალიან განსხვავებულები, ჩვენ მოვახერხეთ და ეს არის ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აღარ არსებობს დომინანტური პარტია, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ვართ დღეს ერთ-ერთი მოთხი კოალიციური ცენტრი და რომელმაც ისარგებლა დაახლოებით ერთნაირი ხარდაჭერით ბოლო არჩევნებზე, რომელიც სამწუხაროდ საბოლოოდ ობიექტურ შედეგებში არ იქნა ასახული ქართული ოცნების გამოისობით, ჩვენი პოზიცია იყო, მე შემიძლია ძლიერ საქართველოს პოზიციაზე გითხრათ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ სხვა პარტიის წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ ჩვენი პოზიცია იყო თავიდანვე, რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს ეს განცხადება, პირიქით გეტყვით უფრო სხვაგვარად. გაუგებარი იყო ღარიბაშვილის განცხადება და მე ვფიქრობ, რომ ეს მას თქვა ივანიშვილმა, რომ საქართველოს არ შეუერთდება სანქციებს. იმ დროს, როდესაც საქართველოს შეუერთდა სანქციებს, რას ემსახურებოდა მაშინ ეს განცხადება, ხო? იმისათვის, რომ არ გაღიზიანებულიყო. ისევ საწყის ეტაპს, მაშინ უერთდებოდა. იყო ამაზე არაერთი განცხადება გაკეთა იგივე ღარიბაშვილის მხრიდან, რომ ცალკე საქართველოს არ დააწესებდა. ხო, ეს არც არავის არ მოუთხოვია, პირდაპირ. ამაზე იყო საუბარი. ანერჩენ სანქციებს რომ შეერთებული იყო საქართველოს ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ განცხადებას, სადაც ჩვენ არ საუბრობთ სწორედ იმაზე, რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელთანაც არ შეერთება, გამოიწვევს ჩვენ სანქცირებას. მე მიხდით ხო რაზე საუბარი, ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს. ამიტომ არის აუცილებელი შეერთებული იყო საქართველოს ფინანსურ სანქციებს, შეერთებული იყო. თუმცა შეერთებული იყო საქართველოს მაშინ. შეუერთდა ფინანსურ სანქციებს. რა განცხადებებიც კეთდება. ჩვენი განცხადებები ემსახურებოდა იმას, რომ გამორიცხულიყო საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სწორედ ისეთი პროდუქციის ტრანზიტისთვის, რომელსაც აქვს ორმაგი დანიშნულება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ევროპული ქვეყნის ელჩის განცხადებას, რომელმაც უცებ აღმოაჩინა, რომ საქართველოში იმ ქვეყნიდან უამრავი რაოდენობით მიკროძრავები შემოდის. გააჩინა ამან ეჭვი. ამიტომ ჩვენ ვალდებულები, რა არის ოპოზიციის ამოცანა? ოპოზიციის ამოცანა, როდის ხელისუფლებაში არ არის, მუდმივად ყურადღება მიაპყროს იმ კრიტიკულ თემებს, რომელიც არის ქვეყნის საფრთხის შემცველი. ეს არის ოპოზიციის ფუნქცია. ოპოზიცია ჩვენ ძლიერ საქართველოს ამ ფუნქციას ვასრულებდით და ვასრულებთ ზედმიწევნით. ჯეიმს ობრაიანის ვიზიტის შემდეგაც გრძელდებოდა ის მაგალითად იგივე შავხროლებთან დაკავშირებით საუბარი საქართველოსთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც ობრაიანმა თავად განაცხადა, რომ არავითარი შავი ხვრელი აქ არ არსებობდა, მაშინ რატომ გახდა ისევ საჭირო ამ თემით აპელირება? კიდევ ერთხელ მე და ხაზი გავუსვა, რომ იმის შემდგომ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არ არის საფუძველი პირდაპირ მტკიცებულება, რომ საქართველოს გამოიყენება ისეთი პროდუქციის ტრანზიტისთვის, რომელიც
საბოლოო ჯამში რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არც ერთი განცხადება არ ყოფილა ჩვენი კოალიციის მხრიდან, რომელიც ამტკიცებდა საპირისპიროს. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის რა? ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ქვეყანის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, ქვეყანა არ იყოს გარეული ისეთ ტიპის ქმედებებში, რომელსაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და ამიტომაც არის ოპოზიცია ყოველთვის ეგრეთ წოდებული watchdog-ის როლს უნდა ასრულებდეს, ყოველთვის უნდა მიაპყროს იმ თემებს ყურადღება, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნებში და ჩვენ ამას ვახორციელებთ და ვაგრძელებთ განახორციელოთ და რაც შეეხება ვისავიზო რეჟიმს. მაგალითად, ეხლა აზერბაიჯანმა გაამკაცრა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, მაგრამ ამას არანაირი განსაკუთრებული ასეთი შედეგები არ მოყოლია. საუბარია რომ 90 დღიანი მაგალითად ვიზები იყოს. რა არის ამაში კონფრონტაციული არაფერი. ანუ გამოდის რომ რუსეთს შეუძლია აგიგზავნოს ფრენა, რუსეთს შეუძლია შემოიღოს სავიზო რეჟიმი, რუსეთს შეუძლია შეზღუდოს შენი პროდუქციის შედინება მის ქვეყანაში, ეს ნორმალურია გამოდის და თუ კი შენ რაღაცას რეციპროკულ, ანუ შენი მხრიდან ანალოგიურ რაღაცას აკეთებ, ეს არის კონფრონტაციული. ეს ხო არ არის სამართლიანი შეფასება. თუ რუსეთს შეუძლია რომ მოცემულობაში იმ ვითარებაში რა ვითარებაც მაშინ იყო, როდესაც იგივე სანქციების დაწესებაზე იყო საუბარი, როდესაც საუბარი იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ საერთაშორისო ზეწოლა იყო გაძლიერებული, რომ საქართველოს პირდაპირ სანქციები დაეწესებინა. ტყუილი არის ეს ხელისუფლება ტყუის, იმიტომ რომ ყურში თუ ვინმე ეუბნებოდა მათ რასიც ეჭვი მეპარება, თორემ არავის არც ერთ ქვეყანას და კიდევ ერთხელ შეგიძლია გადაამოწმოთ ეს იგივე ბრიტანეთის ელჩთან და ევროკავშირის წარმომადგენელთან არავის არ მოუთხოვია საქართველოსგან ორმხრივი სანქციების. ეხლა რას ნიშნავს ორმხრივი სანქცია, რომ ქართული ხილი არ გაიყიდოს რუსეთში, ეს ხო არასერიოზულია, ან ქართული ბოსტნეული არ გაიყიდოს, ამაზე იყო მოთხოვნა, ეს ხო არასერიოზულია. ეს არის პროპაგანდა, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გზა, რომ ვითომ საქართველოსგან ითხოვე რაღაც არაბუნებრივ ნაბიჯებს, რაც არის ტყუილი. პირადი საუბარი შინაარსი გაასაჯაროვა, თუ შეიძლება ასე თქვა, შალვა პაპუაშვილმა პოსტი დაწერა Facebook-ზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, კელი დეგნანთან, რომელიც პაპუაშვილის თქმით მოითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს შეერთებოდა ყველა დაწესებულ სანქციას და ხელი მოეწერა და დათანხმებოდა იმ დოკუმენტებს, რომლის შედგენაშიც საქართველოს მონაწილეობას არ იღებდა, ეს მაშინ, როცა საქართველოს ამ შემთხვევაში არც ნატოს ქვევრ გაიცავდა და არც ევროკავშირის ფინანსური გარანტიები. ციტატა კელი დეგნანის სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია ნათელ მხარეს ვარ თუ ბნელ მხარეს, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო და საკმაოდ ვრცელი ტექსტი არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი იაფასიანი პროპაგანდისტი, იმიტომ რომ ცხადია, რომ იაფასიანი პროპაგანდისტობა, როდესაც ადამიანზე საუბრობ მეორეს, დიახ, შალვა პაპუაშვილს გულისხმობ, იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილს ყურში ეუბნებოდა ეს კელი დეგნანი, რამე ეს ხო ტყუილია. საუბარი ამ ყოფილი ელჩის დემონიზაციის გაგრძელებაზე, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ კელი დეგნანს მე მგონი კობახიძე აბრალებდა ქვეყნის გადატრიალების მოწყობას. რას არ აბრალებენ ამ ადამიანს? სრულიად ურცხვად უსაფუძვლოდ. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი მსგავსი რამ ან მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს კელი დეგნანი თურმე ამას ცდილობდა. ეს არის მე ვიტყოდი რომ შეუფერებელი მართლაც ქართველი კაცისთვის არის შეუფერებელი, როდესაც ადამიანზე ავრცელებს სიცრუეს. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი წარმოადგენს შეერთებული შტატების სახელმწიფოს ჩვენს ქვეყანაში, ხო? შესაბამისად როდესაც ამბობ ელჩზე, რომ ის ან მეორე ფრონტის გახსნას თხოვდა, ან სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ამ ქვეყანას, ან რაღაცას ესეთ უგუნურ რაღაცას მოითხოვდა, რასაც პაპუაშვილი ამას, ეს პირდაპირ შეერთებული შტატებს დებ ამაში ბრალს. მოთხოვნა თქვენი შეფასებით შეფასებით არა. შეფასებით კი არა, მსგავსი რამ არც საჯაროდ, არც რაც კი შეხვედრები ყოფილა ოპოზიციაში, ჩვენ გქონდა ხშირი შეხვედრა, არასოდეს მსგავსი რამ, რომ საქართველოს დაეწესებინოს ორმხრივი სანქცია. რაც შეეხება შეერთება სანქციებთან, საქართველოს შეერთებულია, სხვა შორის თვითონ უცხოელი ელჩები მეუბნებოდნენ, რომ რატომ ამბობს მაგალითად საქართველოს დავასრულებ თუ შეიძლება. უცებად ერთიანად რომ მიპასუხოთ ბატონო კადრი. მაშინ რას ემსახურებოდა იგივე ის რეზოლუციები, რომელსაც ევროპარლამენტში იღებდნენ და პირდაპირ სანქციების დაწესებაზე იყოს მეთიუ მილერის განცხადებები შეგვიძლია იგივე რომ ფრენები როდესაც გაიხსნა უნდა აეკრძალა და არ მიიღო ეს ფრენები და ასე შემდეგ უამრავი განცხადება. ყველას აქვს უფლება რომ ესა თუ ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს გადადგა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა
იმ დროს, როდესაც ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის ავიაციის მიერ, ხო? როდესაც ბავშვების ძალისმიერი გადაყვანა მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე 1000-ობით ბავშვის, იცით თქვენ ამას დაკავშირებით ჰააგის სასამართლომ ორდერები გასცა დაკავებაზე. ასეთი ფაქტები რო ხდება და შენ აღრმავებ ამ დროს სატრანსპორტო ურთიერთობას გულის წყვეტის და ასე თქვა კრიტიკის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამის გამო ჩვენ ხო არავინ არ დაგვასანქცირა. დაგვასანქცირა ვინმე იმის გამო რომ რუსეთთან გვაქვს ორმხრივი მიმოსვლა საჰაერო არა, იმიტომ რომ მაგრამ საკმარისი იყო რუსეთის ისეთ ავიაკომპანიას ეფრინა საქართველოში რომელიც სანქცირებულია, ჩვენი აეროპორტი დასანქცირდებოდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, როდესაც შენი მეგობარი ხედავს რომ ის გაჭიროებაშია, თავს ესხმის მტერი, ბომბავს და შენ აფართოებ ურთიერთობას, ხო? რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს კრიტიკას, გამოიწვევს უკმაყოფილებას, ეს ხო ბუნებრივი ამბავია. ნუ რავის ნუ დაემართება, მე ვიშურები, არასოდეს აღარ გვენახოს ჩვენ ის უბედურება, რაც რუსეთში და რუსეთმა დაატრიალა უკრაინაში, მე ვიშურები, რომ აღარასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარიყოს ის ტრაგედია, რაც დაატრიალა რუსეთმა და როდესაც ჩვენ ხედავთ მართლაც ამდენ სხვერპს და როდესაც ხდება სულეთ განურჩევნად ისეთი ობიექტების დაბომბვა, რომელსაც ხოლმე სამოქალაქო დანიშნულება აქვს და ამ დროს როდესაც აფართოებ, რა თქმა უნდა, ომში მყოფ ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმენ, ეს არ მოეწონება. ბატონო, კიდევ ერთხელ ამბობ. უარი უნდა ეთქვა საქართველოს. საქართველოს, რა თქმა უნდა, შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ იმის გამო რომ საქართველოს უარი არ თქვა, ამისთვის საქართველოსზე არანაირი სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ რო არ მოეწონებოდა, ეს არ ბუნებრივია, ხო? მოსაწონი ამ დროს, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინაში და შენ აფართოებ ურთიერთობას, როგორ არის მოსაწონი, ხო არ არის ეს არა? კონფრონტაციული იქნებოდა თუ არა საქართველოს მხრიდან უარის თქმა რუსეთისთვის იმ მოცემულობაში. კონფრონტაციული იყო რუსეთის მხრიდან, როდესაც შეწყვიტა საქართველოს მიმართ, იყო თუ არა კონფრონტაციული, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა ფრენები საქართველოს სამხრივად. მე მეკითხებით. ხო, როგორ ხო შეწყვი იყო ესეთი რამ. რუსეთმა ხო შეგვიწყვიტა. რუსეთმა შემოიღო ვიზები საქართველოს მოქალაქეების მიმართ. იყო 2007 წელს სატრანსპორტო თვითმფრინავს შეყარა საქართველოს მოქალაქეები და უკაცრავად როგორ გადმოიყვანა თქვენ ხო გახსოვთ როგორ ექცეოდა საქართველოს მოქალაქეები გასაგებ არა თქვენ ხო გახსოვთ ეს როგორ ექცეოდა ამის ფონზე ხო იმას საუბარი რომ საქართველოს რო ეთქო სადგამს სანამ საომარი მდგომარეობა მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა ითქვას როგორ ექცეოდნენ, აუცილებლად მოგცემთ დასრულების საშუალებას, როგორ ექცეოდნენ მაგალითად რუს ტურისტებს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში, როგორ ხდებოდა 2008 წლის ომის შემდგომ რუს ტურისტები, რა თქმა უნდა, მათ მიმართ დამოკიდებულება იყო განპირობებული იმით, რომ გაიბომბა გორი, იმით იყო განპირობებული, რომ აფხაზეთიდან გამოდევნილი იქნა ჩვენი თანამოქალაქეები, ეს რა თქმა უნდა დიდ კმაყოფილებას ქართულ მოსახლეობაში არ გამოიწვევს, მაგრამ რუსოფობია საქართველოში არასდროს არ ყოფილა. არასოდეს დღესაც აბსოლუტურად დაუბრკოლებლად შემოდიან რუსი ტურისტები, რუსოფობია საქართველოში არ ყოფილა და არ იქნება. აქ საუბარია რომ რუსეთის ხელისუფლება არის პასუხისგებელი გენოციდზე ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ქართველები გამოდევნილი იქნენ ახალ გორიდან, ქართველები იქნენ გამოდევნილი ცხინვალის მიმდებარე სოფლებიდან. ამაზე პასუხისმგებელი არის რუსეთი, ეს ხო ბუნებრივია. ეხლა ეს ამან როგორ შეიძლება კმაყოფილება გამოიწვიოს ქართულ მოსახლეობაში. რუსეთის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არის სწორედ ამით განპირობებული და შესაბამისად რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტების მიმართ დამოკიდებულება ვერ იქნება მეგობრული, იმიტომ რომ ეს ხალხი ამართლებდა პრაქტიკულად გენოციდს ქართველი ხალხის, ხო? ამიტომ რომ დაუბრუნეთ ამ თემას, არანაირი კონფრონტაცია აქ არ არის, როდესაც ერთ ქვეყანაში შეწყვეტილი აქვს შენთან საჰაერო მიმოსვლა, პირობითად ვამბობ. და შენ, როდესაც ის აღადგენს იმ დროს, როდესაც ესხმის შენ მეგობარ ქვეყანას, შენ ეთქვი რომ მოდით სანამ საომარი მდგომარეობა არის სხვა ქვეყანაში ამ პერიოდში შევინარჩუნოთ, მოვიფრენთ ერთმანეთთან, ეს არ არის კონფრონტაციული ნაბიჯი, მაგრამ კიდევ ერთხელ იმის გამო რომ საქართველოს ეს ნაბიჯი არ გადადგა, ამისთვის ჩვენ არავინ არ დაგვიწესა სანქციები და უფრო მეტიც კანდიდატის სტატუსი მოგცეს ამ პირობებში, ხომ? ეხლა თუ ესეთი ვრცელი თემაა, არა მე მინდა ვთქვა რომ ამის გამო ის რომ არ მოეწონებოდა შენ მეგობარ ხალხს და შენ მეგობარ ქვეყანას რომ შენ აფართოებ აგრესორთან ამ დროს ურთიერთობას, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ მეორე მხრივ ამის გამო ჩვენ არავინ არ დაგვიწესა სანქციები, უფრო მეტიც ამ პერიოდში მივიღეთ
ამ პერიოდში მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ანუ ეს რომ თითქოს ვიღაცა თავს გვესხმოდა, რაღაცას გვაიძულებდა, ჩვენ არ გავაკეთეთ და მაინც გვაძლევდნენ კანდიდატის სტატუსს. კარგი, ბატონო ბადრი, ხო გესმით, ამიტომ ეს არის სამწუხაროდ პროპაგანდისტული მიმართულება, რომელსაც როგორმე გავემიჯნოთ და ვისაუბროთ ობიექტურ მოცემულობაზე. ოპოზიციის გაერთიანების მცდელობაზე, რესურსზე, მნიშვნელობაზე და გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, რომ ანა დოლიძემ დატოვა კოალიცია. თქვენი კოალიცია ამ შემთხვევაში ეს რამდენად შეესაბამება? მე არ ვიცი, ჩემთვის ეს უცნობი ინფორმაცია არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ კოალიცია ლევან გააჩინა ერთგვარი ინტერპრეტაციების სივრცე, მაშინ როდესაც განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანი ცალკე გეგმავდა, ასე ვთქვათ. თავისუფლების მოედანი არის ცალკე ორგანიზაცია, ეს არის მოძრაობა, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ადრე შეიქმნა. ის არსებობდა როგორც მოძრაობა, რა თქმა უნდა, მას შეუძლია განვითარდეს ცალკე და მე უსურვებ და ჩვენ უსურვებთ წარმატებებს. ძლიერი საქართველოს საარჩევნო სუბიექტი არსებობს, კოალიციური სუბიექტი, ის გააგრძელებს მუშაობას როგორც კოალიციური სუბიექტი, იმიტომ რომ აქ მხოლოდ თავისუფალი მოედნის წარმომადგენელი კი არ იყო, არამედ არიან სხვა პარტიების წარმომადგენლები, გაცილებით უფრო დიდი პოლიტიკური სტაჟის, ხო? აქ არის ანა დოლიძე ხალხისთვის, აქ არის ალეკველისაშვილი მოქალაქეების, აქ არის ლელო, ასე რომ კოალიცია ძლიერი საქართველო აგრძელებს როგორც კოალიცია ფუნქციონირებს, უფრო მეცაც გეტყვით, ფართოვდება, ახალი წევრები გვემატება რეგიონებში მათ შორის და რაც არის ძალიან სასიხარულო ტენდენცია, იმიტომ რომ ეს არის კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში არ ყოფილა, რომელსაც გამორჩეული მახასიათებლები არის სწორედ პროფესიონალიზმი, ადამიანების ცოდნა, გამოცდილება, კომპეტენცია და ჩვენი სწორედ გამორჩეული კონკურენტული უპირატესობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან იქნება სწორედ ეს. ცოდნა, გამოცდილება, კომპეტენცია და ის რომ ჩვენ არ გვამძიმებს ხელისუფლებაში ყოფნის ტვირთი. მართული გუნდის გაცხადებული პოზიცია კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისინი არ გეგმავენ და ამბობენ, რომ 2028 წლამდე ახალი არჩევნები არ იქნება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს ამ შემთხვევაში 5 პუნქტიან გეგმას: არჩევნების პირობების დაწესება, პირველი საარჩევნო კომისიების და დამკვირვებლების ჯარის მომზადება, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ მივყვეთ თანმიმდევრულად, რამდენად რეალისტურია, თქვა, რას ნიშნავს ერთის მხრივ ეს ჩამონათვალი, რამდენად არსებობს ამის რესურსი, როგორ უნდა მიიყვანოთ, რაც მთავარია ხელისუფლება ახალ არჩევნებამდე. იცით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ეხლა რა არის პოლიტიკური კრიზისი ზოგადად, ხო? მე ვფიქრობ, ის რაც დღეს საქართველოში ეს არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური კრიზისის, როდესაც ჩვენ გვაქვს ერთპარტიული de facto პარლამენტი, სადაც 89 ადამიანი იკრიბება, როდესაც განსაზღვრულია, რომ 100 ციფრი 100 არის ის მინიმუმი, რომელიც პარლამენტს აძლევს სწორედ უნარს, რომ იყოს ქმედითუნარიანი, ეს არის კონსტიტუციის მიერ დაწესებული. 89 ადამიანი იკრიბება, თავისივე პოზიციას ნიშნავს შიგნით. ამავდროულად ქვეყანა არის სრულად იზოლირებული და პრაქტიკულად ჩვენ არ გვინახავს არც ერთი მაღალჩინოსანი გარდა უნგრეთისა საქართველოს ჩამოსული, ხო, რომელიც შეხვდება დღევანდელ de facto ხელისუფლების წარმომადგენლებს. ქვეყანა არის სრულად იზოლირებული, ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, იმიტომ რომ შეწყდა ყოველგვარი კონტაქტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან, იმის გამო რომ გააკეთა განცხადება, იმის გამო პირველ რიგში ის რომ მოთხოვნა იყო სწორედ რომ ეს არჩევნები 26 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო თავისუფალი, სამართლე და დემოკრატიული. ეს არის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იმისათვის, რომ ქვეყანა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობის სტანდარტი, ხო? ხო და უბრუნდები დიახ. და ბიუჯეტი მიღებული. ხო, მაშინ შეიძლება 50 კაცმაც მიიღოს ბიუჯეტი, ეს ხო არ არის სერიოზული. კონსტიტუცია განსაზღვრავს 100 ციფრ 100, რომელიც არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია, რომ პარლამენტი იყოს ქმედითუნარიანი. მაშინ შეიძლება 20 ადამიანი შეიკრიბოს და თქვას, რომ პარლამენტი ვართ. ხო, ეს ხო არ არის სერიოზული. ამიტომ რისი თქვა მინდა, ქმედითუნარო პარლამენტი ის რომ იზოლირებულია ქვეყანა სრულად, გერმანიამ შეწყვიტა კონტაქტები, ყველა პროექტის დაფინანსება, საფრანგეთმაც პრაქტიკულად იგივე გააკეთა, ნიდერლანდებმაც იგივე გააკეთა და მოუწოდა ახალი არჩევნებისთვის. შეერთებულ შტატებმა შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, დასანქცირებულია რიგი მთავრობის წევრები. შესაბამისად, პოლიტიკურ კრიზისის ყველა ნიშანი გვაქვს, ხო? და გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან დემოკრატიული გამოსავალი არის ერთადერთი არჩევნები. და ის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვს, არის ბუნებრივი ნებისმიერი სიუზერული ქვეყნის მოქალაქის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები. მადლობა, ლელოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იყო ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით ბატონო ბადრი.